აშვაგანდა ნამდვილად ამცირებს სტრესს, როგორც ნაჩვენებია 2021 წელს გამოქვეყნებულ კვლევაში, სადაც ადამიანებზე ჩატარებული 51 კვლევა შეაჯამეს. თუმცა ყველა აშვაგანდა ერთნაირად ეფექტური არ აღმოჩნდა. ამას ცოტა ხანში დაუბრუნდებით. მანამდე ვნახოთ კონკრეტულად რა შედეგები დაფიქსირდა ამ კვლევებში. 2019 წელს გამოქვეყნდა კვლევა, რომელიც 2 თვის განმავლობაში გრძელდებოდა. მონაწილეობდა 57 ადამიანი და აშვაგანდამ სტრესის დონე შეამცირა საშუალოდ 17-დან 20%-მდე. 2012 წელს გამოქვეყნებულ კვლევაში, რომელიც ასევე 2 თვე გრძელდებოდა და 61 ადამიანი მონაწილეობდა, აშვაგანდამ სტრესი შეამცირა საშუალოდ 38%-ით. 2013 წელს გამოქვეყნებულ კვლევაში, სადაც უკვე 86 ადამიანი მონაწილეობდა, აშვაგანდას ეფექტი იყო საშუალოდ 42%. გამოდის, რომ ერთ კვლევაში შედეგი იყო 17% და მეორეში 42%. რაღაცაშია საქმე. სხვათა შორის აშვაგანდა არის ადაპტოგენური მცენარე, რომელიც ორგანიზმს ეხმარება სტრესთან ადაპტაციაში. ამას აკეთებს ერთი მხრივ სტრესის ჰორმონის კორტიზოლის დარეგულირებით, ხოლო მეორე მხრივ აძლიერებს ნეიროტრანსმიტერ GABA-ს აქტივობას, რასაც აქვს დამამშვიდებელი ეფექტი. თუმცა 2019 წელს გამოქვეყნებულ კიდევ ერთ კვლევაში, სადაც 58 ადამიანი მონაწილეობდა, აშვაგანდას შედეგი სტრესის შემცირების მიმართულებით იყო მხოლოდ 8%. ბევრად უფრო ნაკლები ვიდრე უმეტეს სხვა კვლევაში, ხოლო მეორე მხრივ 2000 წელს გამოქვეყნებულ კვლევაში აშვაგანდამ სტრესის დონე შეამცირა საშუალოდ 70%-ით. ის თუ როგორი იქნება შედეგი, სინამდვილეში დამოკიდებულია აშვაგანდას ექსტრაქტში ვიტანოლიდების შემცველობაზე. ზუსტად ვიტანოლიდებია აქტიური ნივთიერება, რასაც აქვს რეალური ეფექტი. ძირითადად ამიტომ არის მიღებული განსხვავებული შედეგი სხვადასხვა კვლევაში და სადაც ვიტანოლიდების უფრო მაღალ დოზას იღებდნენ მონაწილეები, ეფექტიც იყო უფრო მეტი. ამიტომ სანამ აშვაგანდას იყიდით, უნდა დააკვირდეთ ვიტანოლიდების კონცენტრაციას.